მეოთხე ნაბიჯი, შრომითი საქმიანობის დაცვა. მეგობრებო, იმ ბიზნესს, რომელიც დაიქირავებს არალეგალურ მიგრანტებს, რომელიც დაიქირავებს მიგრანტებს, ვისაც არ აქვს შრომითი ნებართვა, უნდა დაეკისროს სერიოზული ჯარიმა. უნდა დაეკისროს ჯარიმა იმისთვის, რომ სამსახურიდან ბიზნესები უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს და ქირაობენ უცხოელებს. ვაფრთხილებ ამ ბიზნესებს. მეგობრებო, მე თქვენ პირადად გაგებინებთ პასუხს. მე თქვენთან პირადად მოვალ და ვიტყვი ვინ ხართ. მე მოვალ პირადად, იმიტომ რომ თქვენი თანამშრომლები უცხოელები ემალებიან კამერებს, იმიტომ რომ მათ იციან, რომ საბუთები არა აქვთ. ეს არ შეიძლება. ამ ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს. არ შეიძლება ძალიან ბევრი მაგალითი მომდის და მომწერეთ კიდევ, რომ გააგდონ ისედაც უმუშევრობაში საქართველოს მოქალაქეები და სამუშაოდ აიყვანონ უკანონოდ ქვეყანაში შემოსული და ნებართვის გარეშე უცხოელი მოქალაქეები. ეს დაუშვებელია და 10,000 ლარი თითო მოქალაქეზე უნდა დაწესდეს ჯარიმა. აიყვან სამსახურში უცხოელს, რომელსაც არ აქვს შრომითი ნებართვა. ჯარიმა 10,000 ლარი. პირბადის ტარებისთვის არის ციხე, მეგობრებო. ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც პირბადის ტარებისთვის ადამიანს სვავს ციხეში. და ასეთი ვითარება შეიცით, რომ რამდენი წერია მივწერეთ წერილი შრომით ინსპექციას. რამდენ ადამიანი დააჯარიმეთ, იმიტომ რომ მუშაობდა შრომითი ნებართვის გარეშე. პასუხი არ მიმიღია. არ მიმიღია, იმიტომ რომ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესს აინტერესებს სამუშაოდ ყავდეს უცხოელები, მონები, მათ ჭირდებათ მონები, მათ არ ჭირდებათ მუშაკები, მათ ჭირდებათ მონები, რომელსაც გადაუგდებს საჭმელს და ყველაფერს გააკეთებინებ. და საქართველოს მოქალაქე როცა აკავს სამსახურში, მას უნდა გადაუხადოს საშემოსავლო, ეს გადასახადი მიდის გზებში, აშენებს სკოლებს, აჭმევს ბავშვებს, უფასო კვება სკოლაში, ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც ღარიბაშვილები და ზარქუები არ პარავენ ვიღაცაებს საჭმელს და ბავშვებს არ პარავენ ბუფეტის ფულს. ამიტომ 10,000 ლარიანი ჯარიმა ბიზნესზე, რომელიც დაიქირავებს პირს, უნებართვოდ. უცხოელს უნებართვოდ. ეს არის შემდეგი ნაბიჯი.